ამ ციფრულ სიგნალებში რეჟიმი მალავს თავის დანაშაულს. ქვეყანაში კლავ ინტერნეტ ბლოკადაა, რის გამოც ძალიან რთულია ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე ნათელი სურათის შექმნა. ლიბერალური მედია გეტყვით, რომ ეს ბრძოლა ეფემერული დემოკრატიისთვისაა. რეჟიმი კი ყველაფერს სანქციებს და გარემ მტრულ ძალებს აბრალებს. ორივე პასუხი ზედაპირულია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან ეცადნენ მსხვერპლის გაზრდას, დაღუპულთა რიცხვი მხოლოდ რამდენიმე ასეულია. ამიტომ როცა ვხედავთ აჯანყებულ ხალხს უნდა გვესმოდეს. ისინი ებრძვიან სისტემას, რომელმაც ხალხი გაძარცვა ნეოლიბერალური მეთოდებით და გააჩუმა რელიგიური დოგმებით. მიმდინარე პროტესტი სხვადასხვა სოციალურ კლასს მოიცავს. პროვინციებში ვხედავთ ძალიან ღარიბ მოსახლეობას, ხოლო თეირანში საშუალო კლასის მობილიზაციას. ირანელი ხალხი სწირავს სიცოცხლეს არა წარსული საჩრდილებისთვის ან ახალი ბატონისთვის, არამედ საკუთარი თავისუფლებისა და ღირსებისთვის. სწორედ ამ დროს რეზა ფეხლევი, ირანის ყოფილი შაჰის შვილი, სასოწარკვეთილი ცდილობს დარჩეს თამაში. მე მოვითხოვ ქირურგიულ, წერტილოვან დარტყმებს ამ ობიექტებზე. საუბარია ძირითადად რევოლუციური გვარდიის სამიზნეებზე. მე ვერ ვხედავ ფეხლევის ოპოზიციის ლიდერად. ის ტრამპს მოუწოდებდა, რომ ამაღამვე განეხორციელებინა სამხედრო დარტყმები. მისი ფსონი იმაზეა, რომ ტრამპი დააჯეროს, თითქოს ის მათი კაცია. მათ ურჩევნიათ ირანმა შიგნიდან გამოჭამოს საკუთარი თავი, დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება და ქაოსი. ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზის გამოცხადების შემდეგ ღაზას სექტორში პალესტინელებს შორის მხოლოდ სასოწარკვეთა და იმედგაცრუებას უფევს, რადგან ადგილზე მათ არანაირი ცვლილება არ უნახავთ. საშუალოდ ყოველდღიურად ერთი ბავშვი ეწირება ამ ეგრეთ წოდებულ სიმშვიდეს. ღაზა დღეს 61 მილიონი ტონა ნანგრევის ქვეშაა მოქცეული. გამარჯობა, ეს არის ყოველკვირეული მიმოხილვა რა ხდება მსოფლიოში. როგორც წინა ეპიზოდებში, დღესაც იმპერიების და ფაშისტური რეჟიმების ბარბაროსობასა და ჩაგრული ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის შესახებ მოგიყვებით. იმაზე, რასაც მეინსტრიმ მედიაში იშვიათად ნახავთ. თუმცა იმისთვის, რათა ჩვენი ხმა მომავალშიც ისმოდეს, ერთადერთი გზა თქვენი აქტიურობა. გთხოვთ გახდით ჩვენი მხარდამჭერი ყოველთვიური დონაციით და გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები. დონაციის ბმულს კომენტარების ველში ნახავთ. წარმოიდგინეთ 90 მილიონიანი ქვეყანა, რომელიც ერთხმას უბრალოდ ქრება გლობალური რადარებიდან. ეს არ არის ტექნიკური შეფერხება, ეს არის მიზანმიმართული სიგნალი. ინტერნეტი გათიშულია, სატელეფონო ანძები ჩახშობილი. 2026 წლის იანვარში ირანი გადაიქცა შავ ყუთად, სადაც ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი თავი იწერება, მაგრამ მსოფლიოს ამის დანახვა უჭირს. ალ-ჯაზირას რეპორტიორის ცნობით, ეს არის ტოტალური ბლოკადა. შეუძლებელია მარტივი მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნაც კი. ამ ციფრულ სიგნალებში რეჟიმი მალავს თავის დანაშაულს. ერთი კვირის წინ ქვეყანა ცეცხლის ალში იყო. დღეს კი ზედაპირული დაკვირვებით თეირანში წინა დღეებთან შედარებით ვითარება დამშვიდდა. ქუჩები დაალაგდა, ტრანსპორტი მოძრაობს, მაგრამ ეს სიჩუმე მათგო არა. ეს არ არის მშვიდობის სიჩუმე. ეს არის ტერორის შედეგი. As you mentioned, there's still, დიახ, როგორც აღნიშნეთ, ქვეყანაში კლავ ინტერნეტ ბლოკადაა, რის გამოც ძალიან რთულია ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე ნათელი სურათის შექმნა. თუმცა, არსებული ინფორმაციით, და ვფიქრობ, ეს ირანის გარეთ მყოფი ოფიციალური პირების შეფასებაცაა, მკვლელობების რიცხვმა იკლო. ეს განპირობებულია როგორც ინტერნეტის გათიშვით, ისე იმ სისასტიკით, რომლითაც ხელისუფლება ამ ანტისამთავრობო გამოსვლებს ახშობს. უკვე დღეებია ვრცელდება ცნობები რეპრესიების სისასტიკეზე და იმ ძალადობაზე, რომელსაც უსაფრთხოების ძალები პროტესტის შესაჩერებლად იყენებენ, რის გამოც ხალხს დემონსტრაციებზე გასვლის და შეერთების ეშინია. მართალია იყო მოწოდებები აქციებისკენ, მაგრამ როგორც ვთქვი, კვლავ ძალიან რთულია ქვეყნის შიგნით არსებული ვითარების სრულად დანახვა. რეალობა, რომელიც ფარდის მიღმა იმალება, შემზარავია. ქალაქები სავსეა სამხედრო ტექნიკით. ქუჩებში პატრულირებენ პიკაპებზე დამონტაჟებული მტყვიარქვევებით აღჭურვილი რაზმები. საავადმყოფოების მორგები გადავსებულია. დაღუპულთა რიცხვი რამდენიმე ათასია, ხოლო გვამებს საწყობებსა და შავ პარკებში ათავსებენ. დაპატიმრებულია ათასობით ადამიანი, მათ შორის ისინი, ვინც უბრალოდ ქუჩაში იდგა. წინა ეპიზოდის შემდეგ ერთი კვირა გავიდა და ახლა უკვე რეტროსპექტული მზერით დღესაც უნდა მიუბრუნდეთ კითხვას, თუ რა არის ამ ჯანყის საფუძველი. ლიბერალური მედია გეტყვით, რომ ეს ბრძოლა ეფემერული დემოკრატიისთვისაა. რეჟიმი კი ყველაფერს სანქციებს და გარემ მტრულ ძალებს აბრალებს. ორივე პასუხი ზედაპირულია.
სიმართლე ბევრად უფრო ღრმა და ის თავად ირანული სახელმწიფოს ეკონომიკურ დნმ-შია ჩაკირული. დასავლეთში ფართოდ გავრცელებულია მითი, თითქოს ირანი არის ირაციონალური რელიგიური ფანატიკოსების სახელმწიფო, რომელსაც ეკონომიკა არ აინტერესებს, ან რომ მათი გაჭირობა მხოლოდ ამერიკული სანქციების ბრალია. ეს არის სიცრუე, რომელიც აბუნდოვანებს რეალურ სურათს. სინამდვილეში ირანის ისლამური რესპუბლიკა დიდი ხანია დაშორდა 1979 წლის რევოლუციის საწყის დაპირებებს. მაშინ კონსტიტუცია ხალხს პირდებოდა უფასო ჯანდაცვას, განათლებას და საცხოვრებელს. ეს იყო ერთგვარი სოციალური კონტრაქტი, მაგრამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, განსაკუთრებით 12-დღიანი ომის შემდგომ პერიოდში, ეს კონტრაქტი ცალმხრივად გაუქმდა. დღევანდელი ირანი ეკონომიკურად არის ავტორიტარული ნეოლიბერალიზმის და კრონისტული კაპიტალიზმის ჰიბრიდი. ეს ნიშნავს, რომ საჯარო სექტორი, ანუ ჯანდაცვა და განათლება პრაქტიკულად სრულად პრივატიზებულია. მუშათა კლასისთვის ექიმთან ვიზიტიან შვილის უნივერსიტეტში გაგზავნა ფუფუნებად იქცა. სახელმწიფო აღარ ზრუნავს მოქალაქეზე, ის მხოლოდ ჯის მას. სოციალური დაცვის მექანიზმები ჩანაცვლდა საქველმოქმედო დამოკიდებულებით, სადაც ადამიანებს უწევს შემწეობის თხოვნა იმისთვის, რაც მათ უფლებას წარმოადგენდა. ეკონომიკის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ არა სახალხო ორგანოები, არამედ გიგანტური კვაზისახელმწიფო კონგლომერატები და რევოლუციური ფონდები. ეს სტრუქტურები ფუნქციონირებენ როგორც დაუნდობელი კორპორაციები. ისინი არ იხდიან გადასახადებს, სარგებლობენ სახელმწიფო შეღავათებით და მონოპოლიურად განაგებენ რესურსებს. ისინი იყენებენ პოლიტიკურ გავლენას, რათა მიიღონ წვდომა იაფ ვალუტაზე, რომელსაც შემდეგ შავ ბაზარზე ყიდიან და კოლოსალურ მოგებას ნახულობენ. სწორედ აქ იმალება რეჟიმის გადარჩენის საიდუმლო. მათ ჯერ კიდევ აქვთ მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედის მხარდაჭერა და ეს არ არის იდეოლოგიური ერთგულება. ეს არის შიშისა და მატერიალური სარგებლის ნაზავი. მილიონობით ადამიანი, ვინც ამ ფონდებიდან შემწეობას იღებს ან ამ სახელმწიფო სტრუქტურებშია დასაქმებული, ეკონომიკურ მძევლად იქცა. მათ ეშინიათ არა რეჟიმის სრულების, არამედ იმ ერთადერთი შემოსავლის წყაროს დაკარგვის, რომელიც ამ ნეოლიბერალურ ჯოჯოხეთში გადარჩენის საშუალებას აძლევს. რაც შეეხება საგარეო ფაქტორს, სანქციები მართლაც არსებობს და ისინი მძიმეა, მაგრამ ისინი ძირითადად რიგით ადამიანებს ურტყამს. ელიტა კი ამ იზოლაციით მდიდრდება. რადგან ელიტა აკონტროლებს კონტრაბანდულ გზებსა და შავ ბაზარს. ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებული უახლესი სანქციები ალი ლარიჯანისა და ჩრდილოვანი ბანკინგის ქსელის წინააღმდეგ ზუსტად ამ სქემას ააშკარებებს. ამიტომ, როცა ვხედავთ აჯანყებულ ხალხს, უნდა გვესმოდეს. ისინი ებრძვიან სისტემას, რომელმაც ხალხი გაძარცვა ნეოლიბერალური მეთოდებით და გააჩუმა რელიგიური დოგმებით. Process started when Rafsanjani became the first მთელი ეს პროცესი დაიწყო მაშინ, როცა პრეზიდენტი რაფსანჯანი გახდა, რომელმაც კურსი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკისკენ აიღო. ის პრეზიდენტი იყო 1989-დან 1997 წლამდე და ეს იყო ირანული ეკონომიკის ტრანსფორმაციის და IMF-ის პოლიტიკისკენ შემოbrunების დასაწყისი. სწორედ მასთან ერთად დაიწყო ვაჭრობის, ბანკების, ინდუსტრიისა და ყველაფერი დანარჩენის აღვირახსნილი პრივატიზაცია. მთელი პროცესი უკუღმა შეტრიალდა. ეს იყო ის მოდელი, რომელიც ირანულ ეკონომიკას თავს მოახვიეს და რომელიც გასული 40 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ პროცესში პრივატიზაცია არ ყოფილა ნორმალური. ის მრავალი კუთხით დამახინჯებული ფორმით განხორციელდა. საკუთრება ძირითადად გადაეცემოდათ ინსაიდერებს, სისტემის შიგნით მყოფ პირებს და საზოგადოების კორუმპირებულ ელემენტებს. სწორედ ამ კლასმა ისარგებლა ქვეყანაში არსებული რეპრესიებით, რადგან პროფკავშირები და პოლიტიკური პარტიები აკრძალული იყო. მათ დააგროვეს უზარმაზარი კაპიტალი, თანდათან ხელში იგდეს მთელი ეკონომიკა და ირანი ნეოლიბერალური ეკონომიკის რელსებზე გადაიყვანეს. ამ ველურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მიიყვანა საზოგადოება მდგომარეობამდე, რომელსაც შეიძლება უწოდოთ მუდმივ აწმყოში ჩაკეტვა. როდესაც ეროვნული ვალუტა 24 საათში კატასტროფულად უფასურდება, საკვებზე ფასები 70%-ით იზრდება, ხოლო პურის ფასი ზოგ რეგიონში ორმაგდება, ადამიანს ერთმევად დროის შეგრძნება. აღარ არსებობს მომავალი, აღარ არსებობს დაგეგმვა, არსებობს მხოლოდ დღეს და ერთადერთი კითხვა, როგორ გადავრჩა. დასავლური მედია ხშირად ამბობს, რომ პროტესტი საშუალო კლასისაა, მაგრამ ფაქტია, რომ პროტესტი გასცდა ჩრდილოეთ თეირანის მდიდარ უბნებს. დღეს ქუჩაში არიან ღარიბი რაიონების, მაგალითად ნაზიაბადის მაცხოვრებლებიც. ეს არის კლასობრივი პროტესტი. განსაკუთრებით ირან-ერაყის ომის შემდეგ ჩვენ თვალწინ ჩამოყალიბდა რეჟიმი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ კრონისტულ კაპიტალიზმს, სახელმწიფო კაპიტალიზმსა და ავტორიტარულ ნეოლიბერალიზმს.
მიმდინარე პროტესტი სხვადასხვა სოციალურ კლასს მოიცავს. პროვინციებში ვხედავთ ძალიან ღარიბ მოსახლეობას, ხოლო თეირანში საშუალო კლასის მობილიზაციას. თუმცა არა მხოლოდ საშუალო კლასს. გუშინ მაგალითად პროტესტი მიმდინარეობდა ისეთ ღარიბ უბნებშიც, როგორიცაა ნაზი-აბადი. ასე რომ, ეს არის მრავალშრიანი, კლასთა შორისი პროტესტი, სადაც მოთხოვნებიც განსხვავებულია. ამ დროს სიფრთხილე გვმართებს. ეს ყოველთვის პრობლემაა ხოლმე. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან ირანელი ხალხის სახელით საუბარს. ირანელებს ეს უნდათ, ირანელებს ის უნდათ. როგორც კი ამას გავიგებთ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეჭვგარეშეა, რომ ირანელებს სურთ უფრო დემოკრატიული, ანგარიშვალდებული და კომპეტენტური მთავრობა, რომელიც საზოგადოებრივ სიკეთესა და ყველას კეთილდღეობაზე იმუშავებს. მაგრამ კონკრეტულად რა ფორმას, რა კონფიგურაციას ან რა კონსტიტუციურ მოწყობას მიიღებს ეს ყველაფერი, ჯერ კიდევ ძალიან ბუნდოვანია. ამ ფონზე თეირანის დიდი ბაზრის გაფიცვა, რომელიც ბევრმა რევოლუციის დასაწყისად აღიქვა, სინამდვილეში ბევრად უფრო რთული პროცესი იყო. ეს არ ყოფილა საყოველთაო სოლიდარობის აქტი. ბაზრის შიგნითაც კი მიმდინარეობდა კლასობრივი ომი. გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღეს კაპიტალის მფლობელებმა, მსხვილმა ვაჭრებმა, რომლებსაც სურდათ მთავრობის დაშანტაჟება საკუთარი მოგების დასაცავად. მაგრამ ამით მათ სასიკვდილო დარტყმა მიაყენეს საკუთარ მუშებს, მტვირთაობს, გამყიდულებს და დღიურ მუშახელს, რომლებსაც არც დანაზოგი აქვთ და არც უფლებები. მუშები გამოიყენეს როგორც საშუალება ელიტების დაპირისპირებაში. თუმცა, როგორც ხშირად ხდება, მმართველი კლასის შიდა კონფლიქტმა გახსნა ნაპრალი, საიდანაც საბოლოოდ ამოხეთქა ნამდვილმა, სტიქიურმა და უკონტროლო რისხვამ. ქუჩაში გამოვიდა ის ხალხი, ვისაც უკვე დასაკარგი არაფერი ჰქონდა. ღარიბი უბნების მაცხოვრებლები, რომლებთათვისაც პოლიტიკა უკვე თვითგადარჩენის საკითხად იქცა. ამ ტოტალურ უიმედობაში იბადება ყველაზე ტრაგიკული პარადოქსი. თეირანის ქუჩებში, სადაც ხალხი დიქტატურას ებრძვის, უცებ გაისმა ლოზუნგი შაჰის მხარდასაჭერად. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ირანელებს მონარქია მოენატრათ? ნიშნავს თუ არა ეს, რომ მათ დააუწყდათ შაჰის საიდუმლო პოლიციის სავაქის წამების საკნები? არა, ეს არ არის იდეოლოგიური არჩევანი. ეს არის პოლიტიკური ვაკუუმის შედეგი. 40 წლიანმა რეპრესიებმა მემარცხენე და დემოკრატიული ძალების განადგურებამ საზოგადოება ალტერნატივის გარეშე დატოვა. ადამიანებს სისტემამ ჩაუნერგა რწმენა, რომ თავად ორგანიზების გზით ვერაფერ შეცვლიან. მათ სჭირდებათ მამა, ძლიერი ხელი და მხსნელი. რადგან ერთი შეხედვით სხვა ფიგურა ჰორიზონტზე არ ჩანს, ისინი ეჭიდებიან წარსულის აჩრდილს. ადგილობრივი აქტივისტების თქმით, ბევრი დემონსტრანტი პირდაპირ ამბობს: ვიცით, რომ შაჰი ცუდია, მაგრამ სხვა რა გზაა, ჩვენ იძულებულები ვართ აურჩიოთ ცუდსა და უარეშობის. ეს სიტყვები ტრაგიკულია, რადგან მათში ისმის არა პოლიტიკური გათვლა, არამედ ტოტალური უიმედობა. როდესაც რეჟიმი გართმევს აწმყოს და გიკლავს მომავალს, წარსულის აჩრდილები ამოტივტივდებიან ხოლმე. 1979 წლის ტრაგედიაც ხომ ეს იყო. საზოგადოებას იმდენად სძულდა ერთი ტირანი, რომ მზად იყო ნებისმიერი სხვა ძალისთვის გაეღო კარი. დღეს ეს ისტორიული ტკივილი კვლავ ცოცხლდება. ხალხი უბრალოდ ცდილობს თავი დააღწიოს სიკვდილს, თუნდაც ეს მირაჯის ფასად მოხდეს. მაგრამ ეს მონარქისტული განწყობა იმაზე მეტად მყიფეა, ვიდრე გარედან ჩანს. ადგილზე არსებული სურათი, რომელსაც აქტივისტები ხედავენ, ასეთი. საკმარისია ქუჩაში გაისმას რეალური სოციალური შინაარსის მოწოდება, პური და თავისუფლება, რომ დინამიკა მყისიერად იცვლება. ახალგაზრდობა და სტუდენტობა, რომელიც წუთის წინ შესაძლოა დაბნეული ან ჩუმი იყო, ამ ლოზუნგებს მომენტალურად ინსტინქტურად იტაცებს. იმიტომ რომ ეს სიტყვები ეხმიანება მათ რეალურ ტკივილს, შიმშილს და უფლებობას. განსხვავებით ჩაჰის აბსტრაქტული და შორეული ფიგურისგან, ეს ფაქტი უტყუარად ადასტურებს, რომ ფეხლევის მხარდაჭერა არ არის პოლიტიკური სიმპათიით განპირობებული, არამედ სასოწარკვეთილება დროებითი უალტერნატივობის გამო. I don't see Pahlavi emerging as this kind of opposition leader. მე ვერ ვხედავ ფეხლევის ოპოზიციის ლიდერად. ის ცდილობს თავი ასე წარმოაჩინოს. აი სულ ცოტა ხნის წინ ის ტრამპს მოუწოდებდა, რომ ამაღამვე განეხორციელებინა სამხედრო დარტყმები. მისი ფსონი იმაზეა, რომ ტრამპი დააჯეროს, თითქოს ის მათი კაცია და საკმარისია ერთი ბიძგი გარედან, რომ სისტემა ჩამოიშალოს. მაგრამ ვფიქრობ, ეს მხოლოდ ილუზიაა. რაც შეეხება დემონსტრანტებს, მათი უმრავლესობისთვის მთავარი ფეხლევი არ არის. მთავარია მუხტის შექმნა. თუ ფეხლევის განცხადებები ამ მუხტს აძლიერებს, ისინი ამას დროებით გამოიყენებენ. რეალობა ისაა, რომ თამაშში უამრავი ბოროტი ძალაა ჩართული. პირველ რიგში თავად რეჟიმი, მაგრამ ასევე გარემო თამაშეებიც, ტრამპი, ნეტანიაჰუ და სხვები. პარალელურად მაშინ, როცა ირანელი ხალხი იტანჯება, ვაშინგტონში მიმდინარეობს
ცინიკური პოლიტიკური სპექტაკლი. წლების განმავლობაში ლობისტები და ნეოკონსერვატორები არწმუნებდნენ ამერიკულ ელიტას, რომ რეზა ფეჰლევი ირანის უალტერნატივო ლიდერია. მაგრამ როდესაც საქმეზე მიდგა, თავად დონალდ ტრამპმაც კი ეჭვი შეიტანა ამ პროექტში. მისმა ბოლოდროინდელმა განცხადებებმა ნათლად აჩვენა, რომ ვაშინგტონისთვის ირანი არის არა დემოკრატიული ბრძოლის ველი, არამედ ერთგვარი რეალიტი შოუ და კასტინგი. ტრამპმა ფეჰლევის შესახებ თქვა, ის კარგი ბიჭი ჩანს, მაგრამ არ ვიცი მიიღებს თუ არა მას ხალხი. ეს არ არის პოლიტიკური შეფასება, ეს არის რეიტინგის თვლა. ვაშინგტონმა დაინახა, რომ მიუხედავად მილიონიანი ინექციებისა და მედია პროპაგანდისა, შაჰის შულს არ აქვს რეალური ორგანიზებული დასაყრდენი ხალხში. ეს აღიარება ანგრევს მთელს მონარქისტულ მითს. თუ თავად დიდი პატრონი, ამერიკის პრეზიდენტი არენდობა თავისავე პროექტს, ეს საბოლოოდ ადასტურებს იმას, რაც ქუჩა მისედაც იცის. ირანელი ხალხი სწირავს სიცოცხლეს არა წარსულის აჩრდილებისთვის, ან ახალი ბატონისთვის, არამედ საკუთარი თავისუფლებისა და ღირსებისთვის. მათი ბრძოლა არის არა ტახტის რესტავრაციისთვის, არამედ პულისთვის და თავისუფლებისთვის. სწორედ ამ დროს რეზა ფეჰლევი, ირანის ყოფილი შაჰის შვილი, სასოწარკვეთილი ცდილობს დარჩეს თამაში. ვაშინგტონში ეროვნულ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მან პირდაპირ მოუწოდა დონალდ ტრამპს სამხედრო ინტერვენციისკენ. ის ითხოვს ამერიკულ ავიამზიდებს აიათოლების რეჟიმის წინააღმდეგ. ის ამტკიცებს, რომ გარე ჩარევის გარეშე რეჟიმის დამხობას მეტი დრო და მეტი სისხლი დასჭირდება. მაგრამ ტრამპმა გადადო დარტყმა. მედიის ინფორმაციით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა შეაჩერა სიკვდილით დასჯები და ამიტომ მან გადაიფიქრა. მე არავის დაურწმუნები ვარ. მე თავად დავარწმუნე საკუთარი თავი. გუშინ 800-ზე მეტი ადამიანის ჩამოხრჩობა იყო დაგეგმილი. მათ გააუქმეს ეს ჩამოხრჩობები. ამიტომ მე მოვითხოვ ქირურგიულ, წერტილოვან დარტყმებს ამ ობიექტებზე. საუბარია ძირითადად რევოლუციური გვარდიის სამიზნეებზე. როგორ უნდა შევასუსტოთ რეჟიმის მთავარი იარაღი, რომლითაც ის ტერორს ნერგავს საშინაო თუ საგარეო დონეზე. სამიზნეები აშკარაა. ვფიქრობ, ირანელი ხალხი ბუნებრივად ითხოვს ამას. ისინი, ვინც ჩვენ ყველაზე მეტ ტკივილს გვაყენებენ, პირველი სამიზნეები უნდა გახდნენ. თუმცა სანამ ტრამპი მადლობას უხდის რეჟიმს სიკვდილით დასჯების დროებით შეჩერებისთვის, სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან სპარსეთის ყურისკენ სრულისვლით მიემართება ავიამზიდი აბრაამ ლინკოლნი. ეს არის ტრამპის სტრატეგიული ბუნდოვანება. ცალხელში დიპლომატიური შანტაჟი უჭირავს, მეორეში კი ავიამზიდი. ცინიკური იყო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის გამოჩენა პირდაპირ ეთერში და არც მეტი არც ნაკლები Fox News-ი. დააკვირდით ამ მომენტს. სანამ ქვეყანა ბნელშია მოქცეული და მორგები გადავსებულია, რეჟიმის სახე ამერიკულ ეთერში აუღელვებლად აცხადებს. რაც შეეხება სიკვდილით დასჯას, მსგავსი არაფერი მსმენია. არანაირი ჩამოხრჩობა არ იგეგმება, არც დღეს, არც ხვალ. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, სიკვდილით დასჯის გეგმა საერთოდ არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან ეცადნენ მსხვერპლის გაზრდას, დაღუპულთა რიცხვი მხოლოდ რამდენიმე ასეულია. ზუსტ ციფრებს ჩვენი ხელისუფლება ძალიან მალე, ალბათ დღეს საღამოსვე გამოაცხადებს. ეს არის კლასიკური ეგრეთ წოდებული გაზლაითინგი, რეჟიმი, რომელიც კლავს სიბნელეში, სინათლეზე გამოდის მხოლოდ იმისთვის, რათა დასავლეთი დაამშვიდოს. არაღჩის ეს სიტყვები არ არის სიმართლე. ეს არის დიპლომატიური მანევრი. მათი ცია, რომ ტრამპი უყურებს Fox News, ეს გზავნილი იყო ვაშინგტონისთვის თვალის ჩაკვრა. აი ხომ ხედავთ, ჩვენ წესიერად ვიქცევით და არ დაგვბომბოთ. სხვათა შორის ირანის რეჟიმი იყენებს ტაქტიკას, რომელიც საოცრად გავს მისი მოსისხლე მტრის, ისრაელის რიტორიკას. ირანელი გენერლები აცხადებენ, რომ მეამბოხები იყენებენ ცოცხალ ფარებს. ეს ფრაზა ცოცხალი ფარი გახდა თანამედროვე ეპოქის უნივერსალური ინდულგენცია. ბოლო წლებში ჩვენ ხედავთ, როგორ ამართლებდა ისრაელი ამ ფრაზით ღაზის დაბომბვას. ახლა ირანის რეჟიმი იყენებს ზუსტად იგივე სიტყვებს საკუთარი მოქალაქეების დასახოცად. ცხადია, ყველამ ვიცით, რომ სინამდვილეში იმპერიულ ძალებს არ სჭირდებათ დემოკრატია ირანში. მათ სჭირდებათ რესურსებზე კონტროლი და ადგილობრივების ექსპლუატაცია. მათ სურთ ავტოკრატი, მაგრამ თავისი ავტოკრატი. და როცა ხედავენ, რომ შერჩეული კანდიდატი შესაძლოა ვერ აკონტროლებდეს ვითარებას, ან მათთვის ხელსაყრელი დრო ჯერ არ მოსულა, ისინი მზად არიან უკან დაიხიონ და უბრალოდ გულგრილად უყურონ, როგორი ხოცება ხალხი. პარადოქსულია, მაგრამ ომის შეჩერებას რეგიონში ცდილობენ თავად მეზობელი დიქტატორები. საუდის არაბეთი, ყატარი და ომანი აქტიურად ლობირებენ ვაშინგტონში, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ დაარტყას ირანს.
ეს არ არის ზრუნვა ირანელ ხალხზე, ეს არის შიშველი პრაგმატიზმი და შიში. მათი ციან რომ კონფლიქტის შემთხვევაში ირანული რაკეტები არამხოლოდ ამერიკულ ბაზებს, არამედ მათ ნავთობის საბადოებს და ქალაქებსაც მისვდება. მათ არ სურთ გახდნენ ომის პოლიგონი. რაც შეეხება ისრაელს, აქ სიტუაცია კიდევ უფრო საინტერესო და ცინიკურია. ბოლო დღეებში ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრამპს პირდაპირ სთხოვა შეეკავებინა თავი დაუყოვნებელი დარტყმისგან. მაგრამ ნუ მოვტყუდებით, ეს არ არის შიში. 12 დღიანმა ომმა ნათლად აჩვენა, რომ ირანის სამხედრო ძლიერება გაბერილი მითი იყო. მაშინ რატომ ითხოვს ომის დამნაშავე ნეთანიაჰუ დროს? ეს არის ცივი პრაგმატული გათვლა. ისრაელს არ სურს, რომ ამერიკულმა რაკეტებმა ხელი შეუშალოს ირანის შიდარღვევას. მათი ციან თუ გარედან დაარტყამენ, რეჟიმმა შეიძლება გამოიყენოს ეს პატრიოტული მობილიზაციისთვის. ისრაელს კი აწყობს სხვა სცენარი. ირანის სირიზაცია. მათ ურჩევნიათ ირანმა შიგნიდან გამოჭამოს საკუთარი თავი, დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება და ქაოსი. ნეთანიაჰუ არ ემზადება თავდაცვისთვის, ის ელოდება მომენტს, როდის იქნება მსხვერპლი ყველაზე დაუცველი. მაგრამ მამასობაში მაიამიში მოსადის შეფი დევიდ ბარნია და თეთრი სახლის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი შეხვედრას მართავენ და აქ ჩდება ყველაზე საზარელი ეჭვი. განიხილება თუ არა მაგიდასთან თავად ირანის რეჟიმთან გარიგება. გამოცემა აქსიოსის ინფორმაციით განხილვის თემაა ბირთვული პროგრამის დათმობა. ეს ნიშნავს, რომ სცენაზე დგას ეგრეთ წოდებული გადარჩენის გარიგება. რეჟიმი თმობს ატომს და პროქსებს, სანაცვლოდ კი იღებს გარანტიას, რომ ამერიკა არ დაამხობს მათ. ტრამპისთვის ალბათ ეს იქნება საუკუნის გარიგება, ისრაელისთვის უსაფრთხოების გარანტია, მაგრამ ირანელი ხალხისთვის ეს იქნება ღალატი. თუ ეს გარიგება შედგა, დასავლეთი ფაქტობრივად ეტყვის აიათოლებს. მოგვეცით თქვენი რაკეტები და რაც გინდათ ის უქენით თქვენ სტუდენტებსა და მუშებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იმპერიულ ძალებს აინტერესებთ არა ირანის თავისუფლება, არამედ მისი მორჩილება. ამ ყველაფრის ფონზე ბუნებრივია ჩდება მოარული კითხვები, რომლებიც ზოგჯერ დაბნეულობით, ზოგჯერ კი განზრახ მავნებლური მიზნებით ისმება ხოლმე. მაგალითად, თუ ხალხი შიგნიდან ვერ ერევა დიქტატორს, რატომ არ უნდა მიიღოს ირანელმა ხალხმა დახმარება გარედან? რატომ უნდა დავგმოთ ამერიკა ან ისრაელი თუ ისინი რეჟიმს ასუსტებენ? პასუხი ისტორიაშია. არ არსებობს მაგალითი, როცა გარე სამხედრო ინტერვენციამ ქვეყანას მდგრადი დემოკრატია მოუტანა. შეხედეთ ერაყს, ლიბიას, ავღანეთს, ან თუნდაც ბოლო დროის შემთხვევას ვენესუელაში. როდესაც იმპერიული ძალები საუბრობენ რეჟიმის შეცვლაზე, ისინი გულისხმობენ არა ხალხის გაძლიერებას, არამედ სუსტი მარიონეტი სახელმწიფო შექმნას, რომელსაც იაფად წაართმევენ რესურსებს. მტრის მტერი ყოველთვის მეგობარი არ არის, ხანდახან ის უბრალოდ კონკურენტი მტაცებელი. კიდევ ერთი კითხვა. შახი ხომ არ ითხოვს მონარქიის აღდგენას, ის უბრალოდ გარდამავალი ლიდერი იქნება, რატომ არის ეს ცუდი? ეს არის ყველაზე სახიფათო ილუზია. ისტორია სავსეა გარდამავალი ლიდერებით, რომლებიც დროებით მოვიდნენ და სამუდამოდ დარჩნენ. 1979 წელსაც ბევრს ეგონა, რომ ხომენე იქნებოდა მხოლოდ სიმბოლური გამაერთიანებელი ფიგურა. შედეგი ყველამ ვიცით. გამაერთიანებელი ფიგურა ზემოდან, რომელსაც სულს უმაგრებს არა ხალხი, არამედ უცხოური სპეცსამსახურები და ძველი ელიტა, არის პირდაპირი გზა ახალი დიქტატურისკენ. მესამე კითხვა შემდეგია, რასაც თქვენ ითხოვთ მუშათა ორგანიზებას და ქვემოდან ბრძოლას, განა ეს უტოპიური იდეალიზმი არ არის? პირიქით, ნამდვილი იდეალიზმი და გულუბრყვილობა არის იმის დაჯერება, რომ ვიღაც მილიარდელი ან პრინცი ჩამოფრინდება და თავისუფლებას გაჩუქებთ. ეს არის პოლიტიკური ინფანტილიზმი. რეალიზმი არის ის, რამაც 1979 წელს შაჰს ხერხემალი გადაუმტრია. ეს იყო ნავთობის მუშების საყოველთაო გაფიცვა. როცა ეკონომიკა ჩერდება, დიქტატორი ეცემა. კი, ორგანიზება რთულია და დროს მოითხოვს, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ტოვებს შედეგს. მოკლე გზა ყოველთვის მიდის ახალ სისხლისღვრამდე. ასევე მორალური ცინიზმია და სიბრმავე ირანში მიმდინარე მოვლენების უბრალოდ მორიგფერად რევოლუციად მონათლა. ვინც ამას აკეთებთ, თქვენ ირანელ ხალხს ართმევთ საკუთარ ხმას. თქვენ ეუბნებით მშიერ მუშას, რომ მისი შიმშილი უცხოური შეთქმულება. თქვენ ეუბნებით ჩუმყდარ დედას, რომ მისი გლოვა გეოპოლიტიკური სცენარია. შიმშილი არ არის სპეცოპერაცია, სიღატაკი არ არის ფერადი რევოლუცია. წამება არ არის CIA-ის გამოგონილი. როდესაც ადამიანს შია და შულს ვერ აჭმევს, მას არ სჭირდება ვაშინგტონის ინსტრუქცია ან დონალდ ტრამპის ტვიტი იმისთვის, რათა ქუჩაში გამოვიდეს. მას ამოძრავებს თვითგადარჩენის ინსტინქტი და სამართლიანი რისხვა იმ სისტემის მიმართ, რომელმაც ის გაძარცვა და დაამცირა. როდესაც თქვენ ამას ფერად რევოლუციას უწოდებთ, თქვენ რეალურად ამართლებთ ნეოლიბერალურ დიქტატურას, ისლამურ ფაშიზმს, ანტიიმპერიალიზმის ნიღბით. თქვენ ამბობთ, რადგან ამერიკა ცუდია, ირანის რეჟიმი კარგი უნდა იყოს. ეს არის სულელების ლოგიკა.
ეს არის ირანელი ხალხის ღალატი, ვინც უარს ვამბობთ ამ სიცრუეზე, გვჭირდება მესამე გზა. ეს გზა არ ნიშნავს სახელმწიფო რეპრესიების მხარდაჭერას სუვერენიტეტის სახელით და ეს გზა არ ნიშნავს მილიტარიზმსა და ომის მხარდაჭერას დემოკრატიის სახელით. მესამე გზა ნიშნავს დგომას რიგითი ადამიანების, ქალების, მუშების, ბავშვების, სტუდენტების გვერდით, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ეს ნიშნავს იმის გააზრებას, რომ ირანის პრობლემა არ არის უცხოური შეთქმულება, არამედ ფაშისტური სისტემა, რომელიც ირანელი ხალხის მტერია. ვერ დავამარცხებთ ფაშიზმს ორი სიცრუიდან ერთ-ერთის არჩევით. დღეს ირანი არის ფრონტის ხაზი, სადაც სინათლე არ უნდა ჩაქრეს. სანამ მსოფლიოს ყურადღება სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ცენტრებზეა გაფანტული, ღაზაში ვაშინგტონმა ოფიციალურად გამოაცხადა თავისი ეგრეთ წოდებული მშვიდობის გეგმის მეორე ფაზის დაწყება. მაგრამ დააკვირდით იმ რეალობას, რომელიც ამ ტერმინის მიღმა იმალება. ოქტომბრიდან, ანუ ეგრეთ წოდებული ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან დღემდე ისრაელმა შეთანხმება 1000-ზე მეჯერ დაარღვია. მოკლულია 450-მდე პალესტინელი. საშუალოდ ყოველდღიურად ერთი ბავშვი ეწირება ამ ეგრეთ წოდებულ სიმშვიდეს. ღაზა დღეს 61 მილიონი ტონა ნანგრევის ქვეშაა მოქცეული. ეს არის ნაგვისა და ნარჩენების ისეთი მოცულობა, რომელიც ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკს 12 მეტრის სიმაღლეზე დაფარავდა. 800,000 ადამიანი კი ზამთრის წვიმებში დატბორვის პირას მყოფ კაროებში ცდილობს გადარჩენას. ამ ჰუმანიტარული კატასტროფის ფონზე ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები უკვე ღაზის ახალ მმართველობაზე საუბრობენ. შეიქმნა ღაზას ადმინისტრირების ნაციონალური კომიტეტი, რომელსაც სათავეში ალი შათი უდგას. თუმცა ამ კომიტეტის უკან რეალური ძალაუფლება ეგრეთ წოდებულ მშვიდობის საბჭოს ხელში, რომელსაც თავად დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს. ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზის გამოცხადების შემდეგ ღაზას სექტორში პალესტინელებს შორის მხოლოდ სასოწარკვეთა და იმედგაცრუებას უფევს, რადგან ადგილზე მათ არანაირი ცვლილება არ უნახავთ. დილიდანვე გვესმის აფეთქებების ხმა, კვლავ გვესმის დრონების გამუდმებული ზუზუნი. ამავდროულად ხალხმა რეალური ცვლილება ვერ იგრძნო, არც რაფაჰის კედასასველი გახსნილა და არც რეკონსტრუქციისთვის საჭირო მასალები შემოსულა. ცეცხლის შეწყვეტის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირდა მინიმუმ 1200 დარღვევა. პალესტინელებს უამრავი კითხვა აწუხებთ. რა მოხდება ახლა? შეიძლება საერთოდ რამე? როგორ განხორციელდება ძალაუფლების გადაბარება და საერთოდ შესრულდება თუ არა ადგილზე თუნდაც ერთი პირობა იმათგან, რასაც პალესტინელებს დაჰპირდნენ. პროფესორი სულთან ბარაქატი ალ-ჯაზირას ეთერში აშიშვლებს ამ გეგმის საზარო მხარეს. ის საუბრობს რეკონსტრუქციაზე როგორც კაპიტალისტურ პროექტზე. ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას გააკეთებენ ამერიკელები და ის სხვა ლიდერები. ის 24 ლიდერი, რომლებიც ტრამპის ზურგს უკან დგანან. რამდენად არიან ისინი მზად, რომ განახორციელონ რეალური ზეწოლა ისრაელზე, რათა პროცესი წინ დაიძრას. დააკვირდით იმ იდეებს, რომლებზეც ისინი ახლა მსჯელობენ. მაგალითად, ნანგრევების გატანა და მათი გამოყენება ღაზასთვის ახალი მიწების ასათვისებლად, ზღვის ხარჯზე. პრინციპში ეს მიმზიდველ წინადადებად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში ძალიან სახიფათოა. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც ახალ მიწას ქმნი, სწორედ იქ გარბის ინვესტიცია. ინვესტორებს ურჩევნიათ იმუშაონ ხელუხლებელ მიწაზე და ისინი ხელში ჩაიგდებენ ღაზას მთელ სანაპირო ზოლს. იქ უამრავი მიმზიდველი ობიექტი აშენდება, მაგრამ ღაზას მოსახლეობა კვლავ გარიყული და მიტოვებული დარჩება. მათთვის კი პრინციპულად მნიშვნელოვანია იმავე ადგილზე სახლების აღდგენა, სადაც მათი ოჯახები ცხოვრობდნენ. ისრაელს კი სურს ხალხს დააჯეროს, რომ ეს რეკონსტრუქცია არის მათი მუდმივი გადასახლება. ამით პალესტინელები დაკარგავენ საკუთარ მიწებზე დაბრუნების უფლებას. ისრაელი ყველაფერს აკეთებს, რომ დაანგრიოს პალესტინელების სოციალური ქსოვილი და გაანადგუროს მათი სოლიდარობა. და ამ პროცესში დასავლური მორალური ფასადები სრულად ინგრევა. დააკვირდით, ვინ ფიგურირებს ამ გეგმის განხორციელებაში. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კիր სტარმერი, კაცი, რომელიც ჯერ კიდევ 2 წლის წინ ამართლებდა ღაზის სრულ ბლოკადას და კოლექტიურ დასჯას. მათთვის ღაზა არ არის ტრაგედიის ადგილი, არამედ პრობლემური აქტივი, რომელიც უნდა დამუშავდეს და კოლონიური მმართველობის ქვეშ მოექცეს. CIA-ის ყოფილი შეფი მაიკ პომპეო კი პირდაპირ მოგვიწოდებს ისტორიული ამნეზიისკენ. ახალგაზრდების შემდეგ თაობას 7 ოქტომბერი სხვანაირად არ ეხსომება. ეს ასეა ისრაელშიც, ამერიკაშიც და მთელ მსოფლიოშიც. ამიტომ ჩვენ ორი რამ უნდა დავაზუსტოთ. პირველი, ის კი არ არის მთავარი, რომ არ დავივიწყოთ, არამედ ის, რომ ეს ისტორია სწორად იქნას მოყოლილი. როდესაც ისტორიის წიგნები დაიწერება, მათში არ უნდა ეწეროს ღაზას მსხვერპლებზე. უფრო ზუსტი ვიქნები.
დიახ, ღაზაში იყვნენ მსხვერპლნი. ეს სიმართლეა. ყველა ომში, რომელიც ოდესმე ყოფილა, არიან სამოქალაქო დანაკარგები. მაგრამ ნამდვილი მსხვერპლი ისრაელის სახელმწიფო და მისი ხალხია. აგრესორი კი იყო ირანის რეჟიმი და მისი მარიონეტი, ჰამასი. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისტორიის წიგნებში სწორედ ეს აისახება. ეს კი თითეული ჩვენგანისგან მოითხოვს, რომ ყოველდღე ველაპარაკოთ ამაზე ჩვენ შვილებსა და შვილიშვილებს. სერიოზულად, დაფიქრებულად და მორალურად. ვაშინგტონი ყოველდღიურად მილიარდობით დოლარის იარაღს აწვდის ამ მკვლელობის მანქანას. პარალელურად კი მდევნის ყველას, ვინც ამ უსამართლობაზე ხმას იღებს, სტუდენტებს, პროფესორებს და აქტივისტებს, თავად ამერიკის შეერთებული შტატების შიგნითაც. დღეს ღაზა არის მიწა, სადაც წყდება არამხოლოდ პალესტინელი ხალხის, არამედ საერთაშორისო სამართლის და ადამიანური ღირსების ბედი. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ გენოციდი რეკონსტრუქციის ბიზნეს პროექტით შეიცვალოს, ეს იქნება სიგნალი ყველა დიქტატორისა და იმპერიალისტისთვის. ნებისმიერი დანაშაული შეიძლება გათეთრდეს, თუ მას სწორი ნეოლიბერალური შეფუთვა ექნება. ღაზა არ არის მხოლოდ ლოკალური კონფლიქტი, ეს არის გლობალური სისტემის სარკე, რომელშიც ადამიანის სიცოცხლე ნულოვანი ღირებულებისაა, თუ ის ხელს უშლის კაპიტალისტ და იმპერიალისტური ინტერესების გაფართოებას. ჩრდილოეთით, გრენლანდიაში, აბსურდული და ამავდროულად საშიში გეოპოლიტიკური დრამა კვლავ აქტუალურია. დონალდ ტრამპმა კვლავ ღიად განაცხადა, მას გრენლანდიის ანექსია სურს. პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ავტონომიური კუნძული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ სარაკეტო თავდაცვის სისტემისთვის, რომელსაც ის აშენებს. ვაშინგტონის ლოგიკა დაუნდობელია. მათი თქმით, დანიას არ შესწევს ძალა დაიცვას კუნძული რუსული ან ჩინური აქტიკული ამბიციებისგან. ამიტომ ტრამპისთვის ნებისმიერი გამოსავალი გარდა გრენლანდიაზე ამერიკის სრული კონტროლისა მიუღებელია. ამ უქარი საპასუხოდ ჩვენ ხედავთ ნატოს ისტორიაში უპრეცედენტო სურათს. მოკავშირეები ერთმანეთისგან თავდაცვას იწყებენ. დანიამ გრენლანდიაში სამხედრო კონტინგენტის გაზრდა დაიწყო. მათ კი გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი და ნორვეგია შეუერთდნენ. ევროპელები აგზავნიან ჯარისკაცებს არა რუსეთთან საომრად, არამედ იმის აჩვენებლად, რომ კუნძული უკვე დაკავებულია და ამერიკამ იქ სამხედრო ინტერვენციაზე არც კი უნდა იფიქროს. თავად ტრამპი კი ევროპელებს ტარიფებით აშანტაჟებს და აცხადებს, რომ ვინც მის წინააღმდეგ წავა, მათ დამატებითი გადასახადები დაეკისრებათ. მე შეიძლება დავაწესო ტარიფები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გრენლანდიის საკითხში არ დაგვეთანხმებიან, რადგან გრენლანდია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. ასე რომ შეიძლება ეს გავაკეთო. თვითონ გრენლანდიელები კი ამბობენ, რომ მათი ქვეყანა არ იყიდება. ჩვენ არ გვსურს ვიყოთ აშიშის ნაწილი. მათ თავი უნდა დაგვანებონ. მათ არ შეუძლიათ ჩვენი ქვეყნის წართმევა. ეს ჩვენი მიწაა. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ მისთვის. დღეს გადამწყვეტი მომენტია, როდესაც აშიშეს ვიცე-პრეზიდენტი გრენლანდიელ და დანიელ მაღალჩინოსნებს ვაშინგტონში ხდება, რათა ამ არქტიკული კუნძულის მომავალი განიხილონ. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის აუცილებლად უნდა ფლობდეს მას. რა არის გრენლანდიელების გზავნილი მის მიმართ? ვურჩევდი, რომ ორივე ყური გონივრულად გამოიყენოს და ნაკლები ილაპარაკოს. ჩვენ არ ვიყიდებით. ვიტყოდი, რომ მას არაფერი საერთო არ აქვს გრენლანდიასთან. იმედია, რომ ჩემი ქვეყანა დამოუკიდებელი იქნება და კარგად მართული. ის არ იყიდება. დანიელი ჟურნალისტი იაკობ ილებორგი ამბობს, რომ ევროპაში სრული გაოგნება. დანიამ გააკეთა ყველაფერი, რაც ტრამპმა მოითხოვა. გაზარდეს თავდაცვის ბიუჯეტი, იყიდეს ამერიკული F-35 გამანადგურებლები, გააძლიერეს მარხილების ელიტური პატრულიც კი გრენლანდიაში, მაგრამ ტრამპისთვის ეს საკმარისი არ არის. მას არ სჭირდება მოკავშირე, მას სჭირდება საკუთრება. ვაშინგტონი დღეს გრენლანდიას უყურებს არა როგორც პარტნიორს, არამედ როგორც რესურსების საწყობს და სტრატეგიულ პლატფორმას. ეს არის იმპერიული ტანტრუმი, როდესაც ჰეგემონი გრძნობს, რომ მისი გლობალური გავლენა ილოვა, ის ხდება უფრო აგრესიული, უფრო არაპროგნოზირებადი და უფრო საშიში საკუთარი მეგობრებისთვისაც კი. მადლობა, რომ გვიყურებთ, არ დაგაუწყდეთ არხის გამოწერა და ჩვენი მხარდაჭერა მომავალ შეხვედრამდე.